Ობის გოგოებო, მოკლედ ბევრი ვიფიქრე რა თემაზე გამეკეთებინა გავშალა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ასეთ თემაზე, რომ გავშალო რაიდერზე. ნახეთ, ვინც ცალმხრივ ურთიერთობაში ხართ, ანუ ვისაც ცალმხრივი გრძნობები გაგაჩნიათ, რა უნდა გააკეთოთ და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ ურთიერთობის ლეგიტიმიზაციისთვის. Აი ნახეთ ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. ვინც ცალმხრივ ურთიერთობაში ხართ. ანუ ურთიერთობაში იმდენად არა, ვისაც ცალმხრივი თქვენ ვინც იცით რომ ცალმხრივად გაქვთ სიყვარული, ამ ადამიანებმა რა უნდა გააკეთოთ, რომ შედგეს ურთიერთობა. ან შესაძლებელია რომ შედგეს, ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. ჩაიფიქრეთ გოგოებო, ერთმანეთზე ვაკეთებ. და იფიქრეთ ამ სიტუაციაზე. ეს არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გაშლა, ვინც ცალმხრივად ხართ შეყვარებული, ცალმხრივად გაგაჩნიათ გრძნობები. რა უნდა გააკეთოთ? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ თავშოთ თუა შესაძლებელი აი ჩქარობს და ჩამომიცვიდა კარტები. რა ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის, რომ შედგეს ურთიერთობა, ან არის შესაძლებელი საერთოდ? დავიწყოთ. დავდოთ თორებით და დავიწყოთ. დიახ, აქ ადამიანი არის პენტაკლების მეფე ამოვიდა და კვერთხების დედოფალი. აქ შესაძლებელია დაოჯახებული ადამიანის მიმართ გქონდეთ გრძნობა გაგაჩნდეთ და შესაძლოა თქვენს დაოჯახებული იყოთ. და აქ არის აშკარად ცალმხრივი გრძნობა, საიდანაც ადამიანი იცავს თავს ამ გრძნობებისგან. აბა რაშია გამოსავალი და რა უნდა გააკეთოთ? დიახ, აი ძალიან სწრაფად დაიწყო ეს ურთიერთობა და ძალიან სწრაფად დასრულდა, იმიტომ რომ აქ ურთიერთობა იყო ცალმხრივი. აქ არ იყო ორ მხრივ სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა. ესე უცებ დაიწყო, უცებ დასრულდა ეს ურთიერთობა. და რა უნდა გააკეთოთ ისევ თუ რომ აღადგინოთ ეს ურთიერთობა? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? მოდი გოგოებო, აქ არის იმის ცდილობა, რომ ისევ დაიწყოთ ურთიერთობა თავიდან. რადგან თითქოს და ერთმანეთს ძალიან ავსებთ და ძალიან ხართ ერთმანეთის, ანუ ძალიან გავხართ ერთმანეთს, ძალიან ხასიათებშიც კი ერთნაირი ხართ. აქ გააქვთ იმის გარანტია, რომ ისევ თავიდან დაიწყოს ეს ურთიერთობა და რამე უშლიდა ამ ურთიერთობას, ამ ცალმხრივ ურთიერთობას? დიახ, აი ჩანს, აქ შესაძლებელია ყოფილიყო ანუ დაოჯახებული ადამიანი, როგორც გეუბნებით და ამიტომ ადამიანმა გონივრულად გადაწყვიტა, რომ ეს ზღვარი დაეცვა ადამიანს. ეხლა თუმცა რაღაც მოქმედება უნდა, აბა რა სახის მოქმედება უნდა ამ ადამიანს? ნახეთ, მოქმედება უნდა, ასევე ხშირად გათვალიერებთ სოციალურ ქსელში. იცით რა არის? ეს წავიდა სხვა ნაპირისკენ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის დაოჯახებული, დაუბრუნდა ისევ თავის ოჯახს. აქვს რამე შანსი რომ დაბრუნდეს?
ჩაფიქრებულ ადამიანთან. ბალანსის დაცვა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა თქვენი გაშვებაც არ უნდა და არის თავის ოჯახში. თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაბრუნდეს, თავშობ დაგიბრუნდეთ. თქვენ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. თქვენ აქ გულნატკენი ხართ, როგორც გითხარით. მეორე პირი არის, მესამე პირია ამ ურთიერთობაში და მასთან არის მიჯაჭვული. არა, თქვენ რეალურად აქ სამწუხაროდ გამოსავალი არაფერი არ არის, ვერ აკეთებთ გამოსავალს ვერანაირს. თვითონ თუ აქ აი სურვილი რომ გადმოდგას ნაბიჯი, აი თქვენ კი ჩანს რომ თქვენიდან ვერანაირად თვითონ რამეს აპირებს. თვითონ აქვს შეიძლება კარმული ურთიერთობა იყოს და მოგიბრუნდეთ, ისევ დააპიროს თქვენთან მობრუნება, იმიტომ რომ ძალიან ლამას ქალბატონად გთვლით, ასევე ძალიან ენატრებით ხოლმე, ძალიან მოაწება ხოლმე მონატრების ფიქრები. რაიმე სახის გრძნობები გააჩნია ამ ადამიანს? გრძნობები არ გააჩნია, უბრალოდ აი თქვენთან ყოფნის დროს გრძნობდა რაღაცნაირად რომ წარმოვიდგინოთ მეგობრული სიტუაცია, მეგობრულად სტაბილურად გრძნობდა თქვენთან თავს. და მიაჩნიხართ, რომ ძალიან დამოუკიდებელი ქალბატონი ხართ და ძალიან ისეთი თავდაჯერებული, ასე მიაჩნიხართ მას. აბა რომ წარმოიდგინოს, რომ თქვენ ერთად იყოთ, როგორ წარმოიდგენდა იგი თქვენს ერთად ყოფნას, ანუ ურთიერთობას როგორ წარმოიდგენდა? არა, ისევ ორ სკამზე ითამაშებდა, ისევ სხვა ადამიანისკენ გაიწევდა და აქ საბოლოოდ მაინც განშორება მოხდება. ასე რომ გოგოებო, ვისაც ფიქრობთ, რომ არა აქვს ორმხრივი გრძნობები, ჯობია თავი გავანებოთ და დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, ახალი გარისკეთ, დაიწყეთ ახალი ადამიანის ძებნა და დაანებეთ იმ ძველ ტოქსიურ ურთიერთობას, რაც არის აი ასეთი ცუდი, აი ასეთი განცდების მომტანი, აი სადაც მეორე მხრიდან საერთოდ არ ჩანს გრძნობა. მოკლედ ასეთი იყო გოგოებო, თუ რეზონირდა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და რა თემაზე გინდათ გაშლა, ესეც დაწერეთ. დიდ მადლობას გიხდით გოგონებო, აბა დროებით.